დღეს, როდესაც საქართველოში უამრავი ფერმერთა გაერთიანება, პროფკავშირი არსებობს, არის ასოციაციები, აღმოჩნდა, რომ მაინც ვერ მოქმედებენ ისინი სათანადო დონეზე, რადგანაც არიან ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც დაინახეს, რომ საჭირო არის ახალი გაერთიანების, რაღაცა ახალი ძალის ჩამოყალიბება და ყველა ფერისთვის, საკუთარი ფერის დარქმევა. მოკლედ, დღეს 20 წუთის სტუმარი არის ახალი ძალა ქართული ფერმერები დამაარსებელი, ფერმერი და მეწარმე მირანდა მენაბდიშვილი. მირანდა, მოდი, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, დღეს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, თუმცა მე მინდა ახლა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ მე ზუსტად ვიცი ხოლმე, როდესაც გადაცემა სრულდება, კომენტარები იწერება, რაღაც სტატუსებსაც გვიძღვნიან ხოლმე და მე მინდა დღეს გითხრათ, რომ ეს ადამიანი არ არის ჩასაფრებული პოლიტიკიდან. მირანდა მენაბდიშვილი ნამდვილად არის დღეს მოქმედი ხელისუფლებისთვის ხმის მიმცემი და ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად აპოლიტიკურია. ასე რომ გაითვალისწინეთ, დღევანდელი პრეცედენტი შექმნილია, ადამიანი, რომელიც აძლევს ხმას მოქმედ ხელისუფლებას, მაინც ხედავს იმ ხარვეზებს და ჯანსაღი კრიტიკით მოუწოდებს, თუ რა უნდა გაკეთდეს. დაარსდა ახალი ძალა ქართული ფერმერები. მე წახალ ვთქვი, რომ ძალიან ბევრი ფერმერთა ასოციაციები, პროფკავშირები, გაერთიანებები არის შექმნილი საქართველოში და რატომ, რამ განაპირობა ის, რომ თქვენ დაინახეთ საჭიროება ახალი გაერთიანების შექმნის, რა მიზნები გაქვთ და რა იყო ძირითადი მიზეზი? მოგესალმებით, მე ვარ მირანდა მენაბდიშვილი, ფერმერი კახეთიდან. მე მაქვს დიდი ხანია უკვე მრავალი წელია შეხება პირდაპირ მიწასთან და ვამუშავებ არაერთ ჰექტარ მიწას და აგრეთვე ვარ, როგორც ახსენეთ, ქალბატონქეთი, აი ამ ჩვენი მთავრობის ხმის მიმცემი და მადლიერი, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, მე ამ წელში ავიღე გრანტი სახელმწიფო დაფინანსებით, რომელიც ამინდებმა ხელი შეგვიშალა და ეხლა გვაქვს ნუში შემოსულია უკვე ჩემს სახელზე დაფინანსება, რომელიც ძალიან დიდი მადლიერი ვარ. ხელშეწყობა გვაქვს ძალიან დიდწილად სახელმწიფოსგან, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლების გადაწყვეტა ერთად უნდა მოხდეს აუცილებლად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენ ხედავთ მაინც ამ პრობლემებს და ჯანსაღი კრიტიკა დღეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. იმ პრობლემების მოსაგვარებლად მარტო თქვენ კი არა გაქვთ ეს პრობლემა. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და მით უმეტეს გლეხს და მე ვენახეს. კი ბატონო, ყურძენი ეს არ არის ვენახი მხოლოდ ღვინისთვის. ეს არის ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია, რომელზედაც აი ძალიან გული მტკივა, რომ ჩვენს ყურძენს და ჩვენს პროდუქციას ძალიან უკანა პლანზე ვწევთ ჩვენ ქართველები, არ ვიცი, მომხმარებლებიც მინდა გითხრათ, თუმცა მომხმარებელს სჭირდებათ, რომ იყიდონ ქართული პროდუქცია, შვილებს მიაწოდონ ყვებონ, მაგრამ არ თავსდება დახლებზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოთხოვნა ამ ფერმერების შექმნის, ახალი ძალის შექმნის მოტივაცია ჩემთვის იყო ის ძალიან ბევრი განადგურებული და გაკაფული ვენახი, რასაც ვხედავ მე უკვე კახეთში. ძალიან ცუდად დაიწყო ეს წელი, იმიტომ რომ ცუდად დამთავრდა გასული წელი. ცუდად იმას გულისხმობ, რომ მე ძალიან ბევრი ვიდეოები მაქვს გადაღებული, ჩემივე ვენახის, ჩემივე ყურძნის. ახლა პარალელურად ხედავს ამ ვიდეოებს ჩვენი მაყურებელი. კი ბატონო, სადაც მე შევინახე დავასაწყობე, იმიტომ რომ თავის დროზე იყო ლარი, 60 თეთრი, 80 თეთრი და გვეგონა რომ ზამთრის პერიოდში უფრო ძვირად გავყიდით, მაგრამ მოხდა ძალიან ცუდი რა. ანუ ქართული პროდუქცია აღარ უნდათ ქსელურ მაღაზიებს, იმიტომ რომ შემოტანილი მინდა გითხრათ, როგორც კიტრი, როგორც პომიდორი, როგორც ბადრიჯანი, როგორც პლასმასი ასეთი, ანუ ჩვენი სულ გამოირჩევა დამეთანხმებით ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ჩვენნაირი გემოვნების პროდუქცია მე არსად არ დაგვეგემოვნებია და ანუ ჩვენს მიწაზე მოყვანილი არის მართლაც უნიკალური გემოვნებით და თვისებებით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთხელ დავდექით გასულ წლებშიც დავდექით იმ რისკის ქვეშ, რომ ქართული პროდუქცია არ არის პრიორიტეტი საქართველოში, აქედან გამომდინარე
იცლება სოფლები, მუშახელი აღარ არის და ჩვენს ფერმერების იძულებულები ვართ გავაჩეროთ წარმოება. სხვა გზა უბრალოდ არ დაგვრჩენია, იმიტომ რომ მუშახელის ნაკლებობა, იმიტომ რომ ვერ ვყიდით პროდუქციას, გასულ წელს შემოდგომით მე მახსოვს ფერმერმა როგორ გადახნა პომიდორი, ანუ დასხმული პომიდორი, იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს მის კრეფას. აი იაფად გავყიდო, თქვა, ხო? შეიძლება წამოვიდეს ეს კომენტარები, რატომ იაფად არ ყიდით? იაფად ვერ გავყიდით, იმიტომ რომ მას ჩვენი ხელით ვერ მოვკრეფავთ. ჩვენ უნდა მოვკრიფოთ მუშახელით. ანუ მუშახელის რომ გადავიხდით ჩვენი მხარჯებს, ფიზიკურად ვეღარ ამოვიღებთ. აზრი აღარ აქვს იმას. მე პირადად უამრავი დამიდია ჩემს რაიონის საიტზე გავაჩუქება ტამს, ყურზეს, გაჩუქებასაც ხარჯი აქვს თქვენთვის, ხო? გაჩუქებაც კი იმდენად ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მოდიან, უნდათ მომსახურე ადამიანი, რომელიც გამოუტანთ მაცივრიდან, ხო, მისცემს, აიღებს ყუთებს, დააბინავს, ამაში ჩვენ ხომ ქირას ვიხდით. მე მაგალითად ფიზიკურად ძალიან ბევრი ხარჯის გადახდათ მიწევს და აქედან გამომდინარე იმ შემოსეული ხალხის, რომლებიც მოდიოდნენ და დამეთახმება მთელი რაიონი, რომ უამრავჯერ გავაჩუქეთ ეს პროდუქცია, ფიზიკურად რთულია მე გაუწყო, მას მე ვერ გავუწყებ, ამიტომ დაქირავებული ხარ. ქალბატონო მირანდა, აი რა განსხვავება იქნება თქვენს ახალ ორგანიზაციას? კიდევ ერთხელ მინდა გავიმეოროთ, რომ შეიქმნა ახალი გაერთიანება, ახალი ძალა ქართველი ფერმერები. აი რა განსხვავებული ნიშა გექნებათ სხვა გაერთიანებებთან? ეს იქნება პროფკავშირი, ეს იქნება ასოციაცია, თუ აი როგორ გესახებათ, როგორ იმუშავებთ, რა მოთხოვნებს დააყენებთ? მოთხოვნები უნდა დავაყენოთ პირველ რიგში აუცილებლად უნდა იყოს ქართული პროდუქციის პრიორიტეტი, ქართულ ბაზარზე ექსპორტსა და იმპორტს შორის. დიახ, აუცილებლად. უნდა იყოს განსხვავება რა არის ქართული და რა არის შემოტანილი, რომ აწერია ეს არკმარა. ანუ ჩვენ ისედაც დავიწყებთ, ჩვენ თვითონ გავაკონტროლებთ რეალურად შემოტანილია ის პროდუქცია და ქართული ხომ არ აწერია დახლებზე. აი ამ კუთხით მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ აუცილებლად გამოიყოს ადგილები, სადაც ქართულ პროდუქციას თვითონ ფერმერი მოაწოდებს მოსახლეობას. როგორც არის ეს ევროპის ქვეყნებში. მინდა გითხრათ ასეთი რამე. უამრავი შეტანილი პროდუქცია მაქვს სხვადასხვა ქსელურ მარკეტებთან. მილიონზე მეტი ჩარიცხვები მაქვს რეალურად, ანუ მე მიმწოდებელი ვარ. იმხელა ფასმატებით მიეწოდება და იმ თქვენ მომხმარებლებს ვერ წარმოიდგენთ. მაგალითად, პირობითად დავასახელებ ქსელურ მაღაზიათა ქსელს ნიკორას. ნიკორაში, როდესაც მე შემქონდა ლარნახევრად, პირობითად ვთქვათ, ლარნახევრად, ლარი 30-ად, ლარი 60-ად ყურძენი იყო ეს თუ ადამი, რამდენად ყიდულობთ, იცით თქვენ 4 და 80. აქ არის უზარმაზარი მარჟა, რაზედაც მომხმარებელი ვეღარ წდება იმ მნიშვნელოვან პროდუქციის ყიდვას ხილის ბოსტნეულიც, რაზედაც ფასმატება აქვს. მაგრამ თუ კი მაგალითად კი ბატონო იმ დახლებსაც ექნება თავისი ხარჯები, მაგრამ თუ მე ფერმერს ასე ვთქვათ, მიღირს ლარნახევრად გაყიდვა, ხო? მოდით 2 ლარად გავყიდოთ, იმიტომ რომ იქ მიწოდებას, იქ დაფასოებელი სჭირდება, ხო? ვიღაც დახლთან უნდა იდგეს, რომ მოემსახუროს ადამიანებს, თუნდაც კვირაში 2 დღე, ვთქვათ, შაბათი კვირა იყოს გამოყოფილი რაღაც დახლები, სადაც ჩვენ ფერმერები თავად მივაწვდით მოსახლეობას და 5 ლარის 4.90-ის და 4 და 80-ის ნაცვლად, რომ მე თქვენ მოგაწოდოთ 2 ლარად. ეს ხომ არის ყველასთვის გადმისაწვდომი და ყველასთვის სასიამოვნო. ხო, აი ეს დახმარებები გვჭირდება ხელისუფლებით. აი ეს თემა ძალიან ხშირად გვახსოვს ჩვენ განხილვაში და ზუსტად არაერთ ადამიანს დაუყენებია, რომ შეიქმნას რაღაცა პატარა ისეთი მაღაზიები, გამოიყოს ადგილები, ბაზრობები. იმიტომ რომ ფასი მართლა გადამწყვეტია ასე თქვენაირი უბრალო ადამიანების ჯიბეზე. მაგრამ წლებია მესმის და ნამდვილად ჯერჯერობით არ არის, ხო? აი როგორ ფიქრობთ, ვერ შედგა კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ფერმერებს შორის, ვერ შედგა ჯგუფი, რომელიც ამას ყველაფერს უხელმძღვანელებს და რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ აუცილებლად გამოგივათ?
ფიქრობ აუცილებლად გჭირდება, ძალიან ბევრი დახმარება გვაქვს სახელმწიფოსთან, კიდევ გავიმეორებ, მაგრამ გჭირდება მიწაზე მუშაობა. მიწაზე მუშაობას გულისხმობ რას? დიახ, პრემიერიც და ჩვენ მიწაზე მომუშავე ფერმერებიც ერთად უნდა დავჭდეთ და ეს საკითხები ერთად გადავწყვიტოთ, იმიტომ რომ ზუსტადაც აი ჩვენ რა გჭირდება, რა მიდგომაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი დავალაგოთ. მე პირდაპირ გეტყვით და სისტემური წამალი ჩემს ვენახებში არ შემაქვს. არ მოვიხმარ იმით და გეტყვით იმასაც, რომ 4-5 ჯერ წამლობა ჩემთვის არის ჩემი ვენახისთვის საკმარის. იცით, როგორც ბავშვს ჭირდება იმუნიტეტის გამომუშავება, ასევე ჭირდება იმ ვენახსაც. სისტემური წამალი, როდესაც უკვე ვიღებთ ნაყოფს, არაფრით არ შეიძლება მისი გამოყენება. ამას არავინ არ აკონტროლებს. ძალიან ბევრ ფერმერებთან მქონია შეხება, მე როგორც ვარ ფერმერი, ასევე ვარ შემსყიდველი. მე ვყიდულობ კიდევაც ფერმერებისგან და მომაქვს და შემაქვს ქსელურ მაღაზიაში. მეურნეობა გვაქვს, კი ბატონო, ვამაცივლებთ და როდესაც უკვე აღარ არის პროდუქცია ბაღებში, მე უკვე ეს შეგვაქვს მაღაზიებში, ხო? იცით რა ხდება? აი, ბევრი ფერმერთან ყოფილა მე, რომელსაც უთქვია, რომ მე სისტემური წამალი არ გამომიყენებია და გაურეცხავად მიირთვით ეს პომიდორი, ეს ადამი, ეს ყურძენი, ნუ გეშინიათ, ანუ მე ხომ ჩემი შვილებისთვისაც მინდა. ეს განსხვავებაც არ არსებობს. ჩვენ არ ვიცით რომელია, თქვა, ჩვენთვის მომწამლავი პირდაპირ ასე დავარქმევდი და რომელია ჯანსაღი პროდუქცია, იმიტომ რომ დახზე პირობითად თქვა ღირს 1 ლარი მომწამლავი, ღირს 1 ლარი ჯანსაღი პროდუქციას. ამ კუთხითაც გჭირდება, რომ ჩვენ იმ პატარა შვილებს, რომელიც მოზარდები ყავს და უნდა გადავარჩინოთ უამრავ დაავადებას, ზუსტადაც უნდა გქონდეს ჯანსაღი პროდუქცია. გეთანხმებით, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შენ შეიძლება იცოდე, რომ ის კარგია, მაგრამ ძალიან ძვირია ქართული პროდუქტი. საერთოდ ქართული პროდუქტი მაინც ძვირია, ვიდრე შემოტანილი პროდუქტი. მაგრამ მე ახლა მინდა ეს კითხვა და გისვათ, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ გქონდა კიდე ერთი ურთიერთობა და მაშინ თქვენ ახლად იწყებდით სუფრის ყურძნის გაშენებას. მე მახსოვს, რომ იმ წელს მთავრობამ სუბსიდირებაც კი გააკეთა ამ ქართული სუფრის ყურძნის. და მე მახსოვს, რომ ძალიან ბევრი სიუჟეტიც ქონდა გაკეთებული ჩვენ ამაზე, რომ ამ პერიოდში მთავრობამ წყალში გადაასხა ეს ფული, იმიტომ რომ როდესაც ქართული სუფრის ყურძენი შემოვიდა, შემოყვა სომხური ყურძენი. და მე როგორც მე თქვენი ვიდეოებიდან ნახეთ, თურმე არგენტინული სუფრის ყურძენიც კი შემოდის. აი როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს, აი თქვენი კონკრეტული რჩევა მიჭირდება, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაიგოს, აი რა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ ერთი ხელით ხე არ დარგო და მეორეთი არ მოჭრა. ანუ ფაქტიურად ეს მთელი სუბსიდირება იყო წყალში ჩასხმული, ხო? და მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ შენახული ეს ქართული ჯიში სუფრის ყურძნის, მაგრამ სხვადმა ვენახებიც კი აჩეხეს. და ამას ჩვენი მაყურებელი კიდევ ერთხელ ნახავს ჩვენი საუბრის პერიოდში. კი ბატონო. ყველაზე კარგი რაც მე პირადად დავტესტე, ვენახის გაკაფას რო მოვჭრათ და გავაშენოთ ახალი სჭირდება 4-5 წელი. ეს 4-5 წელი ფერმერი რჩება, ასე ვთქვათ, მშიერი, ხო? გასულ წელს მე პირადად ნახე ერთ-ერთი ფერმერი, რომელმაც მითხრა, რომ ძალიან მარტივია, თქვათ, ეს საღვინე ყურძნის გადამყნობა სასუფრე ყურძნის ჯიშზე. მოდით დავტესტოთ მეთქი, მევთხარი, მეც მაინტერესებს და თქვენ არ დამიჯერებთ ალბათ, აი საოცარი რაღაც მივიღეთ. იმავე წელს შარშან გაზაფხულზე დამკნობილმა მე ამ ყურძენმა მომცა მოსავალი. მოსავალი ეს არ ნიშნავს ბევრს, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ანუ რეალურად წელსაც მე ასე ვაკეთებ, რომ ჯიშები, რომელიც არის კარგი უნიკალური შეგვიძლია კვირტების დაგვეხმაროს სახელმწიფო შემოტანაში მისი, ან აქვე მოხდეს მაგალითად ამის გადაправლება, გადაკალმა და არის მარტივი. ნახეთ, როდესაც ვაკავებთ, არის 2 ასე ვთქვათ, ან 3 საკავებელი ქვია, ხო? ეს ვტოვებთ, მეორეს ვჭრით, აი ამ მეორეს ადგილას ვსვავთ კვირტს, ახალ კვირტს, ანუ მოსავალსაც არ ვკარგავთ იმ წელიწადს, ნახევარ მოსავალსაც ვიღებთ და იმ მეორე ნახევრიდან ჩვენ ამ
კვირტს ვაცოცხლებთ, ეს კვირტი ამოდის, დიდდება, უზარმაზარი შედეგი ჰქონდა. ანუ წარმოიდგინეთ, რომ იმხელა გახდა ეს ვაზები, დიდი მტევნებიც მოგვცა. ეს არ არის ახლა ძალიან დიდი შემოსავალი, მაგრამ არ კარგავთ უკვე არსებულს. აქაც ვიღებთ შედეგი და იქაც ვიღებთ გამოსავალი, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან რა ნაბიჯუნა გადაიდგას, რომ აი ამდენი წვალება თქვენ არ დაგჭირდეთ და ჯერ ქართული პროდუქცია გაიყიდოს, იმიტომ რომ თვითონ რასუბსიდირებს ამას, ხო? და შემდეგ უკვე შემოტანილი, ან რატომ შემოგვაქვს ჩვენ არ გყოფნის ეს ქართული ძალიან ბევრი გვაქვს. აგერ ჩემს სიუჟეტებში ნახავთ, როგორ დალპა უნიკალური მუსკატის ჯიშის გადასარევი გემონური თვისებებით უწამლიქვე არც კი იწამლება, წარმოიდგინეთ, წამალი არ ჭირდება ამ პურძნებს. ჯიში უწამლი აქვს, ანუ 3-ჯერ 4-ჯერ ადამიანმა გადაატაროს კონტაქტური წამალი, საკმარისია, იმდენად ჯანსაღია ეს პროდუქცია და ჩვენ დაგველპადა ვერ გავყიდეთ. და აი გაურკვეველი წარმოშობის და წარმომავლობის რას ჭამს და რითი მკვებებით ის არ ვიცით 35 ლარი ღირდა და 30 ლარი ეს ყურძენი და დღესაც არიაფდება და ხანდახან ისე გადის ხოლმე სეზონი რომ აი გინდა იყიდო მაგრამ ძალიან ძვირი სახელმწიფოსგან გვინდა ჩვენ ის თანადგომა საქართველოში არის შეიძლება 100-დან 150-მდე სამაცივრე მეურნეობა რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ადამიანებმა ააშენეს გააკეთეს მაგრამ უფუნქციოა ეს მაცივრები აი ჩვენ რატომ უნდა გვიწევდეს შემოტანა როდესაც რეალურად შეგვიძლია კახეთში თუ საღვინე ჯიში მომატებული გვაქვს მომეტებული რაოდენობით აღარ გვჭირდება ამისი კიდევ გამრავლება როგორც აგვიკრძალა 1 მაისიდან ხო ჩვენთან მოდის უნიკალურად ყურძენი ანუ ვენახი მოდის ხო გვაობს ასე ვთქვა სხვა პროდუქციასაც თუ დავდგავთ დიდი რაიმე შემოსავალი არ გვექნება ამიტომ რაზედაც გვაქვს ჩვენ მიწა ასე ვთქვა მომარჯვებული და კარგი შედეგი მოგვაქვს ეს არის ყურძენი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მე 2025-ში და 2026 წელში რამდენი 1000 მილიონობით დოლარის შემოსული არის აი რატომ შემოდის ყურძენი ანუ ჩვენ რომ გავიტანოთ დავუშვათ მე ვიცი რომ ძალიან რთულად არის შესაძლებელი გადასახადებია აი სიტყვაზე თურქეთიდან შემოდის ყურძენი ხო არა მარტო ყურძენი ბოსტნეული ცხილიც და ყველაფერი აი იმათ რა უპირატესობა აქვს და რატომ ურჩევნიათ რომ შემოიტანონ საქართველოში ეს ყურძენი და მე რატომ ურჩევნიათ თუნდაც ქსელურ მარკეტებში ჩაიბაროს ეს შემოტანილი ყურძენი ვიდრე ქართული ყურძენი რამე განსხვავება არის გადასახადებში, ფასებში თუ აი რატომ ძალიან დაბალია ქართული ყურძნის ჩვენ ლარათაც ვერ გავყიდეთ, იმიტომ რომ იმდენის დალპობას ხომ ერჩივნა დაბალ ფასში გამეყიდნა. მე მყავდა სტუმრად დოდუკა ბრატულიჩი, სადაც თქვით მე და დოდუკა მაშინ რომ აი რეალურად ლარად რო გამეყიდა და ვიღაც მოსულიყო, უნდა გამეტანებინა, იმიტომ რომ იმის დაწურვა და იმის ზამთარში მიხედვა ძალიან პრობლემებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ რეალურად ვერ მივიღეთ ეს შედეგი. კი, ორმანაბიჯმა დაგვეხმარა და მადლობა მათ გარკვეული რაოდენობის გაგვაყიდინა, მაგრამ მე უარი გვითხრეს. იცით რა არის ის ჯიშები, რომელიც შემოდის, მაგალითად Red Globia ეს თუ სხვადასხვა ჯიშებია, აუცილებლად უნდა გაშენდეს საქართველოში. ანუ რაზედაც ვთქვათ მოთხოვნაა ის. მაგრამ აი იმათ ვისაც შემოაქვს, რა უღრეთ ეს? ის ვისაც შემოაქვს, რჩება მათ საკმაოდ დიდი მოგება, როგორც ვიცი, მე ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ შემომიტანია მე საზღვარგარეთიდან და აქედან გამომდინარე თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ 30 და 35 ლარად, როდესაც დახსე იყიდება, ხო? იქ რამოდენიმე საფეხურს გადის შემომტან სხვა თანხა აქვს შემოსავალზეა გათვლილი, ანუ მე შემიძლია თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ. სწორი ინფორმაცია მომაწოდეს, მაგრამ ერთ-ერთმა ფერმერმა მითხრა, რომ აი დაუშვა თურქეთიდან, როდესაც შემოდისო, თვითონ თურქეთის პრეზიდენტი თანხას უხდისო იმ ადამიანს, როდესაც გამოაქვს კი ბატონო, ასე ამბობენ, ანუ ჩემთანაც ეს ინფორმაცია ასე ჭორის დონეზეა და ამას ვერ დავამტკიცებთ, რომ მე პირადად არ ვიცი, ასეთი დონეზე ვიცით ჩვენც, რომ დიახ, თურქეთის სახელმწიფო იმ ადამიანს უხდის 1 ლარს თუ ლარნახევარს თუ 2 ლარს, ოღონდაც თავიანთი პროდუქცია აქეთ გამოვიტანოთ და გავასაღოთ. აქედან გამომდინარე, ლარი და ლარნახევრით, როდესაც 10 ტონას გაყიდის ადამიანი, 15000 ლარია და ეს ძალიან კარგი 10 ტონის გაყიდვა ძალიან მარტივია. ესე იგი, მოდი ახლა ჩამოვყალიბდეთ. პრობლემა არსებობს. მით უმეტეს ახლა 1 მაისიდან უკვე ვენახის გაშენება, ღვინის და წურვა თუ ყველაფერი უნდა შეუთანხმდეს ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ხო? როგორც ფერმერებმა საუბრისას განაცხადეს, ეს ძალიან ბევრ პრობლემას შექმნის და ძალიან
დიდი პრობლემები ექნებათ მცირე მეწარმეებსაც. Აი რატომ გახდა ეს კანონი აუცილებელი, რა აუცილებლობა დაინახა ხელისუფლებამ და კონკრეტულად თქვენ რა ნაბიჯებს გადადგან და ხვალიდან ახალი ძალა ქართველი ფერმერები რას გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები ნელ-ნელა იყოს ალაგებული ჩვენი ქვეყნიდან. აუცილებელია აი თქვენაირი ასეთი საუბრები და ხმა მივაწვდოთ სახელმწიფოს და ჩვენს დახმარებისკენ ხელის გამოწვდა გჭირდება მაგ კუთხით ზუსტად რომ როდესაც საქართველოში გვაქვს უამრავი ტონობით სუფრის ყურძენი აღარ უნდა შემოვიდეს თუნდაც მის ამოწურვამდე რაღაცა კანონი უნდა მივიღოთ აუცილებლად უნდა მოხდეს თუ როგორც ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება ბევრია საღვინე ყურძენი უნდა მოხდეს ჩვენთან ერთად მე შეგვიძლია გაჩვენოთ თქვენ როგორი მყნობა დღესდღეობით როგორ დავამყენით შარშან და მივიღებთ წელს უკვე უნიკალურ პროდუქციას აი ამ დონეზე შეგვიძლია გადავაქციოთ ეს უკვე მსხმოიარე ვენახები კი არ მოვჭრათ გადავაქციოთ სასუფრე ჯიშის ყურძნად ოღონდ თუ სახელმწიფო ჩვენ არ შეგვიწყობს ხელს რომ დაიკეტოს ის შემოსასვლელი ქარი სანამ ქართული პროდუქცია იქნება აუცილებლად მოგვიწევს იმ მართლაც ამის არა ბოსტნეულზეც ჩვენ შევხედეთ ამ ზამთარ როდესაც იყო ირანში ომი რა გახდა ბადრიჯანი 20 ლარამდე 15-18 ლარი პომიდორი კიდრი ყველაფერი ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი არასოდეს არავისი არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები ჩვენ თუ ადამიანებს მოყავთ წყალში და რაღაც ვიტამინებში სტაფილო თუ ჭარხალი თუ ბროკოლი ჩვენ მიწიდან უნდა მოვიყვანოთ უნდა იყოს აუცილებლად მცირე ფერმერების ხელშეწყობა რომ ზამთრის პროდუქტები გქონდეს ხელმისაწვდომი. მაგალითად სახლში ოჯახში ხო ყველა სოფელში თითქმის გაზი გაყვანილია, წყალი გაყვანილია, ხო? თავისუფლად შეუძლია ადამიანმა გააკეთოს მცირე პარნიკი. თავისთან ოჯახშივე აქვს ყველა სოფელში იმხელა ტერიტორია საცხოვრებელთან ახლოს ან მიმდებარედ, სადაც შეუძლია გააკეთოს პატარა პარნიკები და წამოვიდეს იქიდან სათბურები, ხო? წამოვიდეს იქიდან უამრავი პროდუქცია და არ ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული. ჩვენთვის 6 და 7 ლარით თურმე მისაღები ყოფილა, ვისაც აქვს ეს სათბურები და ვისაც დათვლილი აქვს, ხო? მოგება ხარჯები ყველაფერი. და რატომ ვიხდით ჩვენ მაგალითად 18 ლარს და 15 ლარს, როდესაც დეფიციტი და გამოსავალი ნამდვილად არის პროფესიონალებმა იცით როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემების გადაჭრა. მთავარი არის შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა მოგისმინონ. შედგეს დიალოგი. მაგრამ სანამ აი ბოლოსკენ წავალთ უკვე ჩვენ რაც იწურება აი 1 მაისიდან შემოღებული კანონი რა უარყოფით გავლენას მოახდენს ფერმერებზე და თუნდაც პირადად თქვენზე თქვენს მაგალითზე რო თქვათ. ეს ძალიან ცუდია. როგორც მე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ვენახი და ყურძენი ეს არ არის ხილი, ეს არის ჩვენი ისტორიული კულტურა, რომელსაც ყველა ადამიანი რვინით ვეზიარებით ქრისტიანები, როგორ შეიძლება ეს ჩვენ გავკაფოთ, ეს ჩვენ გავანადგუროთ. ეს ძალიან ცუდია, აი ისეთი დამოკიდებულება ხალხში არის უკვე ცუდად არ გავიგოთ არავინ და აგრესია წამოვიდა, როგორ თუ ვენახი აღარ უნდა გავაშენო, როგორ თუ ყურძენი აღარ უნდა მივიღო, ხო? ჩვენ ხომ ქართულ ტრადიციებზე ვიზრდებით და ასე მოვედით. ჩვენ ვინც ვენახი უნდა გავაშენოთ დღეს, ხო? ჩვენ ასე გავისარდეთ, შეგვაყარეს. და ეხლა თუ გვინდა რომ ჩვენ ეს აღარ გვიყვარდეს და გავკაფოთ და გავანადგუროთ. ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს და ძალიან შემთხვევა იყო ეს გაიკაფა. კი ბატონო, უამრავი მე შემიძლია გაჩვენოთ, ჩავიდეთ კახეთში და უამრავი ადამიანი ჩავწეროთ, როგორ გაკაფეს, როგორ 4-5 წელი უარეს და მე ნაჯახი მოუქმიეს. აი, იცით რა მდგომარეობაში არიან ადამიანები ტირიან ამ ყველაფერზე. შვიდად კი არ საუბრობენ. ესენი ადამიანები ტირიან, არაფრით არ შეიძლება რომ არ გახდეს ქართული პროდუქცია. კიდევ ვიმეორებ, საქართველოში უნდა გახდეს პრიორიტეტი. ჩვენ მოწყალებას კი არ ვითხოვთ ხელისუფლებისკენ, რომ ვიშველეთ რამე. არა. ჩვენ ვითხოვთ ქართულ მიწაზე. ვიშრომო და აი ამ ჩემი შრომით მივიღო კი ბატონო, ჩემი მიწისგან შემოსავალი და შევქმნა ჯანსაღი პროდუქცია მომხმარებლებისთვის. ეს გვინდა
ამ ახალ ძალას, სადაც გაერთიანებულები ვართ და ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი დაგვემატება და ვიმატებთ. ის ადამიანები აი როგორ შეიძლება დაგიკავშირდნენ და გაწევრიანდნენ თქვენს გაერთიანებაში. კი ბატონო, ყველაფერი რასაც თქვენ ახლა ყვებით, აი თითქმის ყველა დარგის წარმომადგენლისგან აქვს მოსმენილი. იგივე მეხილეობაში, მებოსტნეობაში, ხორბალში, საზამთროს ისტორიები კი ვიცით ჩვენ და არაერთი ეთერი გვაქვს მიძღვნილი და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება ახლა თქვენი საუბრით და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე აღარც ძველი გაერთიანებების იმედი აქვს ამ ადამიანებს, როგორც თქვენ, იმიტომ რომ დავინახეთ, რომ შექმენით ახალი, რომ იმოქმედოთ და არა მხოლოდ ფურცელზე იყოს ეს ყველაფერი და ახლა მე მინდა ჩემს მაყურებელს უთხრა, რომ მე წინ მიდევს წერილი, რომლითაც სულ მალე ეს ახალი გაერთიანება მიმართავს საქართველოს პრემიერს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წერილიც არ დარჩება ხმაუდაბნოს ამ ღაღადების შინა და რეგისტრაციის ნომერს მაინც მოგცემთ და ისე უბრალოდ მაინც გადახედავთ რას წერენ შიგნით. აი როგორ უნდა დაგიკავშირდნენ ის ადამიანები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ თქვენს გვერდით დადგნენ. პირადი ტელეფონის ნომერზე, Facebook გვერდზე, ჩემი სახელი გვარი მირანდა მენაბდიშვილი და აგრეთვე აი ამ კომპანიაში, აი ამ ახალ ძალაში ყველა ადამიანს შეუძლია მომხმარებელსაც შეგიძლიათ რომ ჩვეულებრივ შემოგვიერთდეთ ერთი აზრით, ერთი მიზნისკენ. ვიმსჯელოთ ერთად და მე იმედი მაქვს რომ ჩვენი ეს ძალა მიიტანს სახელმწიფო ყურამდე იმას, რა გვიჭირს ჩვენ და როგორ ვივიდეთ შედეგზე და როგორ გავიდეთ იმ სიკეთეებისკენ, რასაც ქვია ჩვენი მიწის აღორძინება და არა მიტოვება, ანუ არის სოფლები ამ საკითხს აუცილებლად შევეხები სექტემბერში მიდის ერთი ბავშვი სკოლაში, რომელიც არის სადღაც მთის სოფელი კი არა, ბარი და ძალიან ისეთ ადგილზე ერთადერთი ბავშვი და სადაც ყოფილა 64 მამაკაცი და უქორწინებელი, ანუ ძალიან სუფისკენ მიდის, ანუ შემოსავლები, ყველაფერი ეს არის კი ბატონო, ძლიერი სოფელი, ძლიერი სახელმწიფოა და აი ზუსტად ამ გზისკენ გვინდა რომ ვიაროთ და რაც მეტი ადამიანი ჩავერთვებით, რაც მეტი აზრი გამოითქმება და შევაჯამებთ ამ ყველაფერს თქვენთან ერთად, ჩვენთან ერთად და ბევრი ფერმერი შემოერთდება. მოდი ავიღოთ ხორცს აუცილებლად მინდა შევეხო, რომელიც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროდუქცია, აღარ არსებობს ის ფერმები, სადაც იზრდებოდა კარი გამოკეტილი აქვს, იმიტომ რომ რუსეთიდან თუ ბრაზილიიდან შემოტანილმა ხორცმა ფასი ისე დაწია, ჩვენ აღარ გვაქვს მიწა, საძოვრები აღარ არის, ხო? რომ გამოვზარდოთ საქონელი, კი ბატონო, ამას სჭირდება ძალიან დიდი კვება, ანუ შეძენა ამ ყველაფრის. ქართული ეს პროდუქცია გვიჭდება ძალიან ძვირი. ანუ ის შემოტანილი პროდუქცია, როდესაც არის დაბალი ფასი და ქართული პროდუქცია, ამიტომ აღარ იქნება, რომ იმ ფასად, როდესაც მე გავსდი ძროხას და მოუნდები მას 2 წელი გამოსდას და გავყიდი დაბალ ფასში და ვიზარალებ, მეორეჯერ აღარ გავსდი. ამიტომ გახდა დეფიციტი. არ გვყავს ღორები, რომელიც ბავშვები უნდა ყვებოთ, სოფლის წიწილა არ არის, ანუ ყველაფერი დავიწყებას მიეცა. ჩვენი მიზანი არის შევქმნათ ინტერნეტ მაღაზია, ონლაინ გამოწერები, სადაც გვექნება ლოკაცია, სადაც გვექნება წინასწარი შეკვეთები და ნელ-ნელაობით აი ამ ფერმერებთან მე დაკავშირებული ვარ და გვეუბნებიან თუ კი ამას მიაღწევთ თქვენ, შეგვიწყოს სახელმწიფომ ამ ყველაფერში ხელი, რომ ქართულ პროდუქციას თუ როგორ ზდიდა ფერმერი, როგორ წამოვიყვანეთ, როგორ მივიდა სასაკლაოზე, როგორ გამოვიდა რა პირობებში ამას ყველაფერს ვიდეოებით ყოველდღიურად დაინახავს მომხმარებელი. რა თქმა უნდა, ნუ ვიღაცას სჭირდება იაფიანი პროდუქციის შეძენა, ცოტა განსხვავება იქნება, ბევრი რა თქმა უნდა, არ თავარია ბევრი არ იყოს განსხვავება. არ იქნება, მე ვფიქრობ, რომ ეს მაღაზია მოიმსახურება ყველას, მხოლოდ და მხოლოდ იქნება ხარჯები გადასახდელი და მაგალითად, როდესაც თქვათ, ვიცით ხორცი რა არის, ხო, ეს გახმაურდა უკვე, ხო, ფერმერებიდან რა არის. ფერმერი თავად მოიტანს იმ ყველაფერს და ბევრად მეც წაიღებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს 1 ან 2 ლარი, მხოლოდ განსხვავება მეტი არ იქნება. აი აბსოლუტურად შესაძლებელია აი ამ მთელი სქემის სისტემაში მოყვანა და ფასების რეალურად დაწევათ. ისე კი არა, ახლა ჩვენი ფასების კომისია რომ მუშაობს და მართლა უნდა აქციაშიც კი ვერ მოვასწარი იმ 4 და 60 კვერცხის ყიდვა და უკვე 5 და 40 ღერს. აი თქვენ რასაც ამბობთ. ყველაზე მთავარი, მე მაგალითად ახლა ასე დავინახე, რომ გზა უნდა მივცეთ პროფესიონალებს. აი ერთ-ერთი ის მაღალჩინოსანი, რომელსაც აი ამ პრობლემების გადაჭრა ხელი წიფებდა, ჯიპის დაბურული შუშებიდან, თუნდაც კაბინეტების რბილი სავარცხლებიდან, ამას ვერ მოგიგვარებთ.
ქვეყანა უნდა იმართებოდეს ქვემოდან ზემოთ. იგივე ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან თუ სააგენტოს წარმომადგენლები უნდა მოვიდნენ თქვენთან. ხო სწორს ვამბობ. აი მაგას ვითხოვთ უნდა მოვიდნენ თქვენთან. პრემიერთან შეხვედრას უნდა დავსვათ, როდის აპირებთ ამ წერილის შეტანას? ყველანზე. აუცილებლად, დიახ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან და ფიქრობ რომ წავიკითხა ეს ჩვენი მოთხოვნები ეთერში. ეს უკვე შემდეგ შეხვედრაზე წავიკითხოთ, იმიტომ რომ ზუსტად ისეთი საკითხები გააჟღერეთ ახლა თქვენ, რაც მართლა მნიშვნელოვანია და არაერთხელ მოგვიწევს კიდე ჩვენ შეხვედრა. და ჩვენი მხრიდან ყველა მიცის რომ პირველები ვართ რომელმაც ქართულს დაუჭირეთ მხარი და ჩვენი იყო აქცია იყიდე ქართული და ეხმარე ქართულ მეწარმეს. დღესაც გრძელდება ეს აქცია. გვიგულეთ თქვენს გვერდით და აუცილებლად მივყვეთ ბოლომდე და თვალი მივადევნოთ. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ასე შეიძლება სწორ გზაზე მიხვიდე ჯანსაღი კრიტიკით და დაუღალავი ბრძოლით. 20 წუთი მირანდა მენაბიშვილთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ასევე მოძებნოთ Facebook-ზე, გაერთიანდეთ ახალი ძალა ქართველი ფერმერები. მოდით ერთად ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს ხვალინდელი დღე ჯანსაღი და ბედნიერი ჰქონდეს. ჩვენი შვილები ჩემოდნებზე არ ისხდნენ და წასვლა არ უნდოდეთ. შევქმნათ ქვეყანა, სადაც სხვა ადამიანებს მოუნდებათ ჩვენთან ჩამოსვლა და ცხოვრება.